რა მომხდარა ისეთი, რაც მკვეთრად გახსოვთ, რაც სიზმარში ნახეთ და რეალობაშიც მოხდა? ნახე ესეთი საოცარი სიზმარი, ბიჭები იყვნენ პატარები, რომ ძალიან მღვრიე წყალში ლუკა ჩავარდა, მაგრამ დიდი წვალების მერე ამოვიყვან. და იზაფხული, როცა უკვე გავდიოდი დასასვენებლად, ხანდახან იყო რომ ძიძას მიყავდა, იმიტომ რომ მე ხან კონცერტი მქონდა, მე ჩავდიოდი. და ყველა გაფრთხილებული მყავდა, დედა ჩემი, მამა ჩემი, ხა, იმიტომ რომ ბავშვები ხან ბორჯომში იყვნენ, ხან ზღვაზე, რომ ლუკაზე იყავით განსაკუთრებით ფრთხილად. ზუსტად ვიცოდი რომ რაღაცა ხიფათი ლუკას შეემთხოვდა, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ გადარჩებოდა. და ზღვაზე მოხდა ისე რომ დილის 6 საათზე იღვიძებენ და ბავშვი არ არის. ანუ ლუკამ გაიღვიძა და ძალიან ჭკვიანი იყო, აი ზედმეტად ჭკვიანი, აქ რო დასვავდი იჯდა. არ ვიცი მოკეთ რას გაყვა ლუკა იქით გამოყვა, ბავშვი დაიკარგა. 8 საათი არ ვიცოდით სად იყო და აი ეგ დღე იყო ჩემ ცხოვრებაში ვერ აგიხსნი და ისიც ბოლოს მირეკავს ჩემი ძმა რომ ლუკა ჩემთან არის. და სად იპოვე, სად იყო? ეს იგი ბავშვი რომ დაიკარგა ვიღაცა ბიჭმა რომელმაც მიხვდა რომ ეს თან იცი როგორი კულტურული იყო, აქ უნდა შეგეკრა ეს ხილი, იმიტომ რომ ეს პედანტი ეს რაღაცა მოწესრიგებული. ომოჩებით, ხო, ძალიან მოწესრიგებული ბავშვი. მოკეთ ამ და ტიროდაო ესე იდგა თავისთვის და ტიროდაო და ნუ მივხვდი რომ დაიკარგაო, მიუყვანია პატრულში. ნუ ეს პატრული ახლა პატარა იყო ლუკა 3 წლის და ნუ მიყავდათ აბა აქ ხო არ ცხოვრობდა, ვერ აღიქვა ბავშვმა საცხოვრობდა რა. ჩემი ძმა ხო ცალკე მანქანით ეძებდა ამ იმაში. და უცებ ლუკა მიცნო მანქანა. და აიო დედას მანქანაო და პატრულმა ასე ვთქვათ გააჩერა. და მოკლედ აი ესე ვიპოვეთ ლუკა 8 საათის მერე უკვე დაძრული თბილისიდან ხალხი, იმიტომ რომ ნუ უკვე არან და ბოლოს ვიფიქრეთ რომ ალბათ ვიღაცამ წაიყვანა და გამოვლენ კონტაქტზე, ნუ რა ვიცი, ის პერიოდი. გაიტაცეს. ხო. და მოკლედ ეგეთი სიზმრებიც მაქვს საოცრებები და ამიტომ ჯობია ნახევრად ესე დავიძინო რა, რამე ისეთი არ ნახო.